უკაცრავად მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია ტელერადიო კომპანია ობიექტივი მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და დღეს გავუძღვები ამ გადაცემას ამ დროიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სტუდიის ტელეფონის ნომერზე 2388 105 ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა გვექნება დღეს ინტერაქტივში. გადის წლები, პრაქტიკულად ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველა არჩევნების შემდეგ, ან არჩევნების წინ ჩვენი საზოგადოება დგას დილემის წინაშე. დატოვოს მოქმედი ხელისუფლება თუ დაბრუნდეს ძველი მთავრობა. რა თქმა უნდა, ეს ძველი მთავრობა ყველას სძულს, არსებობს მათ მიმართ ლეგიტიმური და სამართლიანი პრეტენზიები, აგრეთვე არსებობს სამართლიანი პრეტენზიები და საყვედურები მოქმედი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მუდმივად რაღაც გარიგებებშია, კოჰაბიტაციებშია, პორტირებული სახეების მიღებით არის დაკავებული. მეცაც გეტყვით, ყველა ის მანკიერება თითქმის რაც წინა მთავრობას ჰქონდა, ქართულმა ოცნებამაც აითვისა საკმაოდ კარგად. ერთპარტიული პარლამენტი გვყავს, სასამართლო კანონი, კონსტიტუცია ერთი პარტიის ხელშია. ბიზნესი პრაქტიკულად ხელში ჩაიგდეს და აბსოლუტურად აკონტროლებენ ყველა სხვა სფეროს და ამ ფონზე ჩვენ დავინახეთ ისიც რომ ძალადობაც კი იკადრა და გაიმეორა ქართულმა ოცნებამ იმ წინა რეჟიმის მსგავსად. შესაბამისად, ადამიანების დიდ ნაწილში მიუღებლობა ორივე მხარის მიმართ, ამ ორი პოლუსის მიმართ, მაგრამ იძულებულია ზოგიერთი ადამიანი, რომ ის უფრო სასტიკი წინა რეჟიმი არ დაბრუნდეს, რაღაცებზე თვალი დახუჭონ. ამავდროულად ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს ორი მხარე ერთიანი ძალებით უტევს და ებრძვის პატრიოტულ ეროვნულ ძალებს, რომლებსაც ყველანაირი გზით, ეს იქნება მედია პროპაგანდით, არასამთავრობო სექტორის ნაწილით, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის ხელით უპირისპირდებიან და ცდილობენ ისინი არ გაძლიერდნენ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ჩვენი შეკითხვა, რომელიც ასე გამოიყურება. წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით, კიდევ რა პერიოდით მიგაჩნიათ ქართული ოცნების დატოვება ხელისუფლებაში და როგორ უნდა მოხდეს რეალური ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაძლიერება იმისთვის, რომ ეს ორი პოლუსი გავარღვიოთ. პირველი ზარია ეთერში, გისმენთ? ილიკო, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, პირველ რიგში გამარჯვებას გეტყვი, მერე გახაეს გამარჯვებასა და ერთი შეკითხვა მაქვს, ილიკო. დიახ. ირმა ინაშვილი, სად არის გენაცვალი? გეხვეწები რა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ირმა ინაშვილი თბილისშია, იმის აუცილებლად იქნება ჩვენს ეთერში სტუმრად მოწვეული და იტყვის თავის სათქმელს აუცილებლად. ამ ფონზე ჩვენ ხედავთ იმასაც, ჩემო მეგობრებო, რომ საზოგადოების წევრებს ერთმანეთთან აპირისპირებენ. მუდმივად გაყოფილია ეს ერი, მუდმივად ერთმანეთს ეჩხუბება საზოგადოება და ამ დროს პოლიტიკოსები და ამ პარტიების ლიდერები დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან გარიგებული და მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ. აი სულ ბოლო მოვლენები, ახლა მთავარი არხის ირგვლივ რაც მიმდინარეობს, აქ გამოიკვეთა ეჭვები თავად მაგალითად გვარამიას თანაგუნდელების მხრიდან, რომ შესაძლოა გვარამიას პარტია, რომელიც მეორე ოპოზიციურ არა, საერთოდ მეორე პარტიად წარმოჩნდა ქვეყანაში, არის ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ასეთ ბრალდებებს უყენებენ ირიბად მისივე თანაგუნდელები და ტელევიზიის თანადამფუძნებლები. და ამ გარიგებების ფონზე აგრეთვე ხდება ახალგაზრდების გამოყენება, ხდება უფროსი თაობის გამოყენებაც და ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენი საზოგადოებისა. ამას აკეთებს ორი პოლუსი, ორი მხარე, რომელიც ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა უკვე. რაში ხედავთ გამოსავალს, რომ გავარღვიოთ ეს ორი პოლუსი და კიდევ რამდენი ხანი უნდა მოვითმინოთ, თქვათ, ქართული ოცნების მთავრობაში ყოფნა იმის ხარჯზე, რომ ოღონდ წინა რეჟიმი არ დაბრუნდეს. ზარია ეთერში, გისმენთ? ილია, გამარჯობა შვილო. მოგესალმებით, გისმენთ. ისი რა არის, საქმე იმაშია დღეს რაც ხდება, აი საქართველოს მოსახლეობის თავზე და პარლამენტის წინ, ეს ყველაფერი არის ოცნების ბრალი. იმიტომ რომ თავის დროზე რომ ოცნებას მოეშორებინა ეს ნაციონალები და მისი სატელიტები, ჩვენ მოსახლეობა არ დავიტანჯებოდით და ამდენ უწყებებს აღარ დაუწყებდით ყურებას. და რაც შეეხება ჩვენ მთავრობას კიდევ.
რომ გამოდიან და სულ აპარაკობენ რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ამას ვაპროექტებთ, ეს უნდა გაკეთდეს საბავშვო ბაღები, ესენი რემონტები, ეს ყველაფერი ეკდება იმიტომ რომ თვითონაც რაღაცა დარჩეთორე. აბა როგორ შეიძლება სულ მაგაზე მაქვს ლაპარაკი ილიაშვილო დღემდე რომ დღესო მთავრობაშია ჩვენი მთავრობა დღეს ჩვენი ასაკის ზურგით არის მოტანილი დღეს რო ზიანდა დღეს პენსიონერებს მოუმატონ და პენსიონერებს ვალდებულები არიან არჩიონ ასე ამბობენ რომ თუმე პენსიონერები ზურგით აწევთ და იმ პენსიონერებმა მოგიყვანეს თქვენ დღესო კაცსა ჭამს კაცსა სვამს კაცსა თხლებას კარგი ცხოვრება დიდი მადლობა ქალბატონო დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო თქვენი მთავარი სათქმელი გავიგეთ მორიგი ზარია ეთერში შეგიძლიათ დაიწყოთ გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ალო გამარჯობა ქალბატონო თქვენ ეთერში ხართ დაიწყეთ საუბარი გამარჯობა გენეცვალებ მშვიდობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს მშვიდობა გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად მაგრამ აი ეს ვაკხანალია რაც ახლა მიმდინარეობს თელს ქვეყანაში ეს არის როგორ მშვიდობას მოგვიტას მე არ ვიცი აი ახლა თქვენ ამბობთ რომ ის ძველი ხელისუფლება ახლა ძველი და ახალი ხელისუფლების ამ პინგ-პონგის თამაშმა დაგვღალა ყველანი აი ნამდვილად დაგვღალა ნამდვილად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება მაგრამ არა ასეთი გზით რაც ახლა ხდება ეს კარგს არაფერს არ მოგვიტანს ხომ შეიძლება ახლა ძველ კადრებს უყურებდი აი თქვენ აჩვენებდით ორივე კადრები გადის თქვა დღევანდელი და წინა რაღაც პარალელს ვავლებთ ამ ხელისუფლებებს შორის ორივე რომ რაღაცით ერთმანეთს ემსგავსება არა მე უბრალოდ რისით მამინდა იცით შევხედე ის რომ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ბიძინამ და მიშა სააკაშვილმა ну то არ შეიძლება ასე ხელის ჩამორთმევით რომ შევცვალოთ სიტუაცია ну то არ შეიძლება რაღაც მოლაპარაკებით დიპლომატიური გზით რაღაც მივაღწიოთ შეიძლება და არა ისე როგორც დღეს ხოცავენ ერთმანეთს ეს ყველა აუტანელი არ შეიძლება იცით რა აი ასაკიანი ხალხი დავიღალეთ ამის კურების და უბრალოდ ისე მოქმედებს ჩვენ ფსიქიკაზე რომ ალბათ ვერც მოვესწრებით ჩვენ ასაკიანი ხალხი ხელისუფლების შესაძლებლობა დიდი მადლობა მთავარი სათქმელი გაგებულია თქვენი ქალბატონო ისიც მინდა ვთქვა რომ მართლა ყველანი დავიღალეთ ამ წლების განმავლობაში ამ ერთი და იგივე წრეზე სიარულით ხომ აი თითქოს მეორდება პოლიტიკური პროცესები ვითარება ყველაფერი თითქოს ერთმანეთს გავს და ამ ფონზე ერთმანეთს დაემსგავსნენ ის წინადამოქმედი ხელისუფლება და ახლა ის პორტირებული ხალხი ვინც ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაშია გადასული დადგება და ვიღაცა შუაში ვინც არის იმ ადამიანს დაუძახებენ შენ რაო ნაცი ხარო არა და თვითონ იყო ნაცების ჯალათი და მწამებელი და ამ ფონზე ძალიან კარგად მდიდრდებიან ორივე მხარე მილიონებს და მილიარდებს შოულობენ ქართველი ხალხის მოტყუების ხარჯზე და ამ დროს აპირისპირებენ ადამიანებს ერთმანეთს ახალგაზრდა თაობას აპირისპირებენ უფროს თაობასთან, უფროს თაობას უბიძგებენ იმისკენ, რომ ახალგაზრდები ლანძღონ, ახალგაზრდებს უბიძგებენ იმისკენ, რომ რაღაც მიუღებელი ფორმები გამოიყენონ აქციებზე, არც ერთი არ არის კარგი, არც ერთი არ მოგვიტანს არანაირ სიკეთეს. ამიტომ დღეს ინტერაქტივში ვსვამთ შეკითხვას. წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით კიდევ რა პერიოდით მიგაჩნიათ ქართული ოცნების მთავრობაში დატოვება გამართლებულად და როგორ უნდა მოხდეს ამ ორი პოლუსის გარღვევა, ანუ ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გაძლიერება და დაწინაურება. ზარია, გისმენთ? დღემშვიდობისა, ილია. დღემშვიდობისა. სიკეთეს და ჯანმრთელობა. თქვენც ასევე, ქალბატონო, მადლობა დიდი. ესე იგი, რა შეიძლება საქმე? მე მგონი ეს უკვე ბოლო ის არის, იმიტომ რომ უკვე აღარ შეიძლება. უნდა გამოასწორონ აი ამ 4 წელიწადში რაც შეგვპირდნენ. უნდა გამოასწორონ და გამოდით თქვენ, ნუ ეხლა თქვენ სტუდია ხართ. აი ქალბატონო, იცით რა მინდა გკითხოთ? კითხვა მაქვს. გამოვიდეს ალიანსი, გამოვიდეს. კითხვა მაქვს თქვენთან ერთი წამით გკითხავთ. შეკითხვა მაქვს. უკაცრავად დაგისვამთ შეკითხვას. ერთი წამით შეიძლება რომ მომისმინოთ. აი დღეს ქართული ოცნება ამბობს რომ ჩვენ 2032 წელს გავაკეთებთ ამას და იმას, ანუ კიდევ რაღაცა გეგმებს გვთავაზობენ 2032 წელს. მართლა ოცნება მე მგონი უკვე ეს უკვე გამოჩნდება ძალა, ასე მგონია უკვე არის ესეთი ძალა, უკვე ნელა-ნელა ფეხს იკრებს
საერთოდ უკვე ხო და რაც შეეხება ძალადობას ილია აი აქ ცოტა უნდა შეგეწინააღმდეგოთ იმიტომ რომ ამათ არ გამოუყენებიათ არც ეგრეთ წოდებული დუბინკები და არც ეგრეთ წოდებული რეზინის ტყუები და მე მყავს ერთი ახლობელი დაშავებული პოლიციელი იცით რომ ტანი გადაუნერგეს და იცით რამდენია კრიტიკულ მდგომარეობაში საშინელება, მადლობა თქვენ ზარისთვის, დიდი მადლობა ყველანაირი ძალადობა გულს გვткენს ჩვენ ვიზაც არ უნდა იყოს ეს განხორციელებული. ხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ აი ვთქვათ 2028 წელს წავალო კი არა. მინიმუმ 2032 წლამდე ჩვენ ვიქნებითო და შემდეგ მომავალშიც რატომაც არაო. და რაღაც გეგმებს აქვეყნებენ, რა იქნება 2030 წელს მაგალითად, ჩვენო ევროპაში შევალთ 2030 წელსო. გეგმაში გვაქვს ესო 2032-ში კიდევ ამასო 2040-ში ალბათ კიდევ რაღაცა სიტყვიან ესა და ეს გეგმა გვაქვსო და მარადიულად ხომ ვერ იქნება ეს ქართული ოცნება მთავრობაში და არც იმ ძველი ხელისუფლების დაბრუნება გვინდა და აი რა არის აქ გამოსავალი აი ამ კითხვას ვსვამ როგორ უნდა მოვახერხოთ ის რომ შვიდობიანად წყნარად არჩევნების გზით შევძლოთ მოვიყვანოთ ჯანსაღი ოპოზიცია ხელისუფლებაში ზარია ეთერში გისმენთ მე რეკავ რადო იცით უამრავმა ხალხმა მისცა ოცნებას ხმა ილუზიებს ნუიქმნით იმისი რომ ვიღაცას მოპარეს ხმები და იმის მაგივრად საქართველოს ბედი ღმალი წყდება ეხლა და შეიძლება საერთოდ გავქრეთ დედამიწის ზურგიდან იმის მხარში ამოვდგეთ სახელმწიფოს ივანიშვილის პრობლემები გაწუხებთ რომ ივანიშვილს რაღაცა შარი მოსდო და იმას აკნათ სულშირცვლია მაგდა და მაგდა ლაგნიტანიებს აკეთებთ იმის ჩააქროთ სიტუაცია და დააწესრიგოთ აქ კიდე რაღაცებს იმაშვებით არა ჩვენიად ვერ გავიგე დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის ძალიან დიდი პატივისცემით უნდა გითხრათ რომ იმის შიშით და იმის განცდით რომ წინა რეჟიმი დაბრუნდება არ შეიძლება ჩვენ ყველაფერი ვაპატიოთ ქართულ ოცნებას ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ და დავემსგავსოთ რაღაც სექტას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ყავდა და ყველაფერს ამართლებდნენ. ამბობდნენ, რომ აი ქუჩაში რომ ახალგაზრდებს კლავდნენ, ესო მოსაკლავი იყვნენო, იმიტომ რომ ბანდიტები იყვნენო და უნდა მოეკლათ აბარაო, კრიმინალები გახდნენ ისინიო. ციხეში პატიმრებს რომ აწამებდნენ, მაშინ ეს სექტის წარმომადგენლები ამბობდნენ, საწამებლები იყვნენ, აბარაო, ეს პატიმრები უდანაშაულო ხალხი ხომ არ სხედან ციხეშიო და დამნაშავე უნდა აწამო აბარაო. და დღეს ჩვენ არ უნდა დაგვემართოს ის რომ რაღაც ობიექტურობა დავკარგოთ იმის გამო რომ ვთქვათ ის წინა რეჟიმი არ მოგწონს და არ გვინდა და მიუღებელია. თუ ჩვენ არ ვაკრიტიკეთ მთავრობა, თუ შენიშვნები არ მივეცით, შეიძლება ისე გაუვიდეთ თავს რომ რაღაცა საშინელებაში გადაიზარდოს მათი ძალაუფლება და ძალაუფლებით ტკბობას მიეცნენ უკვე და ამიტომ კრიტიკა აუცილებელია, საჭიროა, სასიცოცხლოა კრიტიკა. ნუ ვიქნებით ასე შეზღუდული აზროვნებაში, რომ აი ახლა თუ ბიძინა არა, საქართველოს გაქრება რუკიდან. არ გაქრება, საქართველოს არ გამქრალა არასდროს რუკიდან და არც არასდროს გაქრება. ეს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. არ გვინდა არც ეს ნაციონალური მოძრაობა. დაგვანებონ თავი ბოლოს და ახლა მსჯელობთ იმ ჯანსაღ ოპოზიციაზე, რომელიც უნდა დავაწინაუროთ. რამენაირად წინ წამოვწიოთ იმისთვის, რომ 2032 და 2040 და 50 წელს ისევ ქართული ოცნება და ნაცები არ გქონდეს საძახებელი. დროულად უნდა მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილებები. მორიგი ზარია გისმენთ? გამარჯობა. ილია გენსოლე რაშია საქმე? ესე იგი, აქ ყველაფერი გასაგებია კი ბატონო, თქვენასაც ანებს, მაგრამ მოდი იმას დაუკვირდეთ. აი ქართული ოცნება მიწეს აბსოლუტურად წარმოიდგენია და დაწუნებულია რომ ვინაც იქ დგას რუსაბერზე ძალიან ბევრმა ალბათ თავის ძროზე მისახვა ერთხელაც და შეიძლება მეორედაც ადრე შესაძლებელია მესამედაც მიცეს ხმა ხო სწორია მაგრამ ჯანსაღ ოპოზიცია ჩვენი ჯანსაღ ოპოზიცია ხო ჯანსაღ ოპოზიციაში მე არ მგონია რომ თქვენ მაინც იმას გულისხმობთ ვისაც დავასახელებ ახლა მაგრამ ხაზარაძე ჯანსაღ ოპოზიციის არის ეგაც ალბათ ყოფი ოპოზიციონერი რომ გათხავა გააკულაკა ბოდიში მომწყვია და დედა აღაში არჩინა ხალხს ხო და ახო შეიძლება რომ აი თქვა ხაზარაძე და აი მისნაირები მოვიდნენ ხელისუფლებაში
არ ვამბობ 11-ის მოხდება და 10 მეორეში. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ამასინად იმედის ტელევიზიაში უყურე. სადღაც 2 თუ 3 საათი იყო. ერთმა გამოიტანა LGBT-ს დროშა კაშალა. გამოგიენია იმედის ტელევიზიაში იყო. კაშალა ეს LGBT-ს დროშა და გააფრიალა ერთი ადამიანი დავინახე, ვაშკაცი ბიჭი იყო ეთყობოდა, კაც ამ დროშას ხელი და წაასვა ამას გამიგეს. დიდი მადლობა. იმადა სამის გაჩევა დაუწყეს. დაცეს არ მინდა. მადლობთ, დიდი მადლობა. გავიგეთ სათქმელი, ბევრი ზარე იცდის. მორიგი მაყურებელი თუ რადიო მსმენელია ხაზზე. კითხვა ასეთია, წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით კიდევ რა პერიოდით მიგაჩნიათ ქართული ოცნების მთავრობაში დატოვება გამართლებულად და როგორ უნდა მოხდეს ამ ორი პოლუსის გარღვევა და ჯანსაღი ოპოზიციის წამოწევა წინ. გისმენთ? გამარჯობა. გისმენთ ბატონო, თქვენ ეთერში ხართ. არაფერი არ გამოვა ვაგვიდები. დიახ. მოიწვიო ნახე, კერო საზოგადოებრივი არხი არის. ხალხის ტელევიზია რო არის. დიახ. მოიწვიო ინაშვილი, ლომია, გიორხელიძე. არის ხალხი რომელიც მართლა ამ იმაზე ჯერდობენ სახელმწიფოზე. იქიდან მოიწვიონ ეს მამუკა რაგვარია დინარაზე იქნება თუ ეს მაჭარაშვილი იქნება ხალხმა გაიგოს ვირას ლაპარაკოს იმჯერდო როგორ წევიდეს საქმე რა არის მინუსი რა არის პლუსი ლაპარაკოს ან ჩემურმა ისურვაზე მეიწვიონ ხო აი ძალიან საინტერესო რამეს ამბობთ თქვენ რომ დებატები იყოს ჯანსაღი ქვეყანაში უნდა იყოს აბა ისი არაფერი გამო მე ხალხი გეგეს ვინ არის სწორი და ვინ არის მართალი დიახ მადლობა თქვენ ზარისთვის ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ უსმენთ და უყურებთ ობიექტივს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2388 და გითხრათ თქვენი აზრი მრავალი წელია უკვე უყურებთ ვითარებას როდესაც გვიწევს არჩევანი წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის და ამავდროულად ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაღაცნაირად დაიმსგავსნენ ერთმანეთს. ბევრ რამეში ბაძავენ და ბევრ რამეში აითვისეს მოქმედებმა წინამთავრობის ხელწერა. და როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? წინამთავრობის დაბრუნების შიშით ვთქვათ, როდემდე უნდა ვასიცოცხლოთ ქართული ოცნება. ეს არის ჩვენი შეკითხვა დღევანდელ გადაცემაში. გისმენთ? ალო. გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი აზრი ესეთი არის. ესენი კი არ დაემგვანენ ერთმანეთს ილია. ესენი თავიდანვე გავდნენ ერთმანეთს. ბიძინა აფინანსებდა ნიშა. ეხლა თვითონ ბიძინამ დაიწყო ის საქმეები, რაც დავალებული ქონდა მაშინ ნიშა. ხალხი უნდა მართლა მოვიკრიბოთ, ვინც ეროვნულები ვართ, ვინც კონსერვატორები ვართ, აი პირველ არხზე რო ითხოვე ეს საზოგადოებრივ არხზე, იქ შეიკრიბონ და ამ ორ დიახ. სამწუხაროდ გაწყდა კავშირი, მორიგი ზარი მივიღოთ. დღემშვიდობისა, გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. კარგით, მორიგი ზარი შემოუშვათ, არ მყარდება კავშირი, იმიტომ რომ ტელევიზორისთვის ჰქონდათ მე მგონი აწეული ხმა და ეს არის პრობლემა. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. აი ეხლა თქვენ შეკითხვაზე მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. თქვენ ძალიან დიდი ხანია ამ პატრიოტულ ალიანსის მხარდამჭერი ვარ მეც და აქციებსაც აწყობდით, გამოდიოდით ყველანაირად და მხარში გედგათ ხალხი, მაგრამ აი ეს ბოლო ხანები ცოტა რაღაცა არ აქტიურობთ და ყაველაშვილის პრეზიდენტობას არ ჯობია თქვენი წარმომადგენელი გიორგი ლომია დაასახელოთ? რომ განმუხტავს ყველაფერს, ეგ კაცი ძალიან კარგად საუბრობს, როცა კი მომისმენია, იმიტომ რომ ყოველთვის ისეთნაირად ლაპარაკობს, რომ ნამდვილად გულთან მიაქვს ხალხის სატკივარი. დიახ, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. უნდა გითხრათ, რომ ამ არჩევნებზე, პრეზიდენტის არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსს არ აქვს კანონით უფლება, რომ დაასახელოს თავისი კანდიდატურა.
შეზღუდულია სამწუხაროდ ახალი კანონმდებლობაა და მხოლოდ ქართულ ოცნება შეუძლია დაასახელოს კანდიდატი და თვითონვე აირჩიოს შემდეგ. ასეთი მოცემულობა გვაქვს. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მიერ მოწყობილ აქციებს, რომელიც ახლა თქვენი თქმით აღარ გრძელდება, მინდა გითხრათ, რომ ეს ორი პოლუსის მონაწილე მხარეები ერთობლივად თავიანთი მედიით, თავიანთი არასამთავრობო სექტორით ყველანაირად უპირისპირდებიან და ებრძვიან ამ პატრიოტულ ძალებს, რომ ეს ხალხი არ გაძლიერდეს და არ გახდეს უფრო მეტი კონკურენტი მათი, ამის გამო ყველაფერს აკეთებენ და რაღაც შედეგებს აღწევენ სიმართლე ვთქვათ. სიმართლე ვთქვათ და აღვნიშნოთ ისიც, რომ ობიექტივი გადარჩენისთვის იბრძვის პრაქტიკულად. ეს არხი დღეს ყველა გათვლით, ეს იქნება ორი პოლუსის მონაწილე ორივე მხარის გათვლით და მოქმედებებით უკვე დიდი ხნის დახურული უნდა იყოს. მაგრამ მათ ვერ შეაფასეს ობიექტივის გუნდის გამძლეობა და პატრიოტიზმი. რომ ჩვენ ყოველგვარი ფინანსების გარეშეც კი შეგვიძლია რაღაცა შევქმნათ. თუნდაც მწირი რესურსითაც კი შეგვიძლია ეს ეთერი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ენთუზიაზმი გვაქვს და პატრიოტიზმი გვაქვს და ეს ქვეყანა გვიყვარს. ხელფასის გამო არ ვაკეთებთ ჩვენ არაფერს და ფინანსების გამო. და ამ გამძლეობის გამო ვინარჩუნებთ ეთერს და დიდი იმედი მაქვს კიდევ დიდხანს შევძლებთ ამას. ზარია ეთერში, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. არ არის კავშირი, მწუხვარ, ტელევიზორს თუ არ გამოურთავთ ხმას, როგორც კი ზარი გამოვა, ვერაფერს ვერ გავიგებთ ერთმანეთისას. გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. მოგესალმებით. თუმცა ილია მე ეხლა შემაწყვეტინეთ, მაგრამ უბრალოდ დავამატებ. არა, ძალიან ხოთ, უამრავი ზარი იცდის და მოკლედ უნდა თქვათ, ხო? თქვენი ჯერმი ერთადერთი სიტყვა. აი ქართული ოცნება რომ მოვიდა რა, ხელისუფლებაში 2012 წელს, ერთი წუთი. დიახ. ხო, ესე იგი, ის დაპირებები, რაც კი შეპირდა ხალხს, რა. ორად ორი, ან სამად სამი შალი მაინც რომ შეესრულებინა. მუდმივად ყოფილავს წინასამოწყალე, მაგალითად ის რაღაცები გაიგეთ. არაფერი აბსოლუტურად. ოპოზიცია აგეთკენ არ ვარგა. პოზიცია მასე გადააგდო ხალხი, გადმოაგდო ხალხი, ბოდიშოს გაქელა ხალხი ყველანაირად და ვის იმედად, აი ვის იმედად უნდა. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. კარგად თქვით თქვენ რომ რაღაც რომ სოციალური მდგომარეობა ნორმალური იყოს, დაპირებები კარგად გულიანად სრულდებოდეს და ნორმალურად ვცხოვრობდეთ. გადარჩენის რეჟიმში კი არა საქართველოს მოქალაქეები, მაშინ კიდევ ავიტანდით, გავუძლებდით, რაღაცნაირად ვიქნებოდით გამგები მთავრობის მიმართ, მაგრამ არაფერი სოციალური ფონი არ უმჯობესდება, ამ დროს ყველანაირი მეთოდი აითვისეს წინა ხელისუფლების, სასამართლო, ბიზნესი, პარლამენტი, კანონი, კონსტიტუცია, ყველაფერი ჯიბეში ჩაიდეს, ახლა ძალადობაზეც კი წავიდნენ. ცუდია ეს საშინელება ხდება. 2-388-105 სტუდიის ნომერი ვსვამთ ასეთ შეკითხვას. წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით, კიდევ რა პერიოდით მიგაჩნიათ ქართული ოცნების მთავრობაში დატოვება გამართლებულად და როგორ უნდა მოხდეს ამ ორი პოლუსის გარღვევა, ანუ ჯანსაღი ოპოზიციის დაწინაურება. ზარია, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა და ეთერში ვარ. ეთერში ხართ, ტელევიზორს ხმა გამოურთეთ ბოლომდე. რაც მოყვებით, რა ქვია, ამ ნაცები აღარ არიან ეს ნაცები სახელი, მარტო მაგათგან ხო არ არის ქვეყანა რატო? შევა მოჩნე თორე, რაც ნაცებ მაგათმა ხალხს გაუკეთეს და ქვეყანა წაი არ არის საუბარი შააბას არ უქნია კახეთისთვის. მაგაზეც არ არის საუბარი, აღარ გვინა ბიჭო, აღარ ნაცი, აღარ ჩქოცი, რა? დავიღალეთ ყველანი, დიახ. დავიღალეთ. ხო, რაღაცა ისეთი რაღაცა დაიღლა დიხურებთ რაღაცა და აი მაგასთან ერთად ძივარ ეხლა და თითოჭიკას სვავ. უხანდელი გამოსული ვარ მაგ იმიდა რა ქვია. აქციიდან თუ რაღაც რა ხდება ვაფშე აქში ხალხო. გაგიმარჯოთ ღმერთმა თუ კი გვისმენთ და თან სუფრასთან შეხართ, მინდა მშვიდობა გისურვოთ, სიკეთე გისურვოთ თქვენ პირადად, თქვენს მეგობრებს და მთელს ქვეყანას. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? ტელევიზორს თუ არ გამოურთავთ ხმას, ყველას გაგთიშავთ, პირობას გაძლევთ. მორიგი ზარი მივიღოთ ეთერში, ტელევიზორი ქონდა აწეული და გავთიშოთ ეს ზარი. გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, ეს ზარიც გავთიშოთ, ტელევიზორის ხმა მიბრუნდება და ხარვეზი იქნება, დროს ვკარგავთ უბრალოდ უამრავი ადამიანი ცდილობს შემოსვლას გადაცემაში. ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ, როგორც კი აკრიფავთ ნომერს და ზარი გამოვა. გამარჯობა, დაიწყეთ.
გამარჯობა. ეთერში ვარ. ეთერში ხართ, დიახ. ის ყალაპარაგოსა. კარგით, ამზარსაც ვემშვიდობებით, ტელევიზორს ხმას თუ არ გამოურთავთ, ყველას გავთიშავთ. მორიგი ზარი მივიღოთ, გისმენთ? გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი, თქვენ ეთერში ხართ. დიახ, გამარჯობა, მოგესალმებით, დიახ. ხო, ხა ვის რას უხს და როგორ ექს ხმას აკითხია, მაგრამ ის საუბრებიც ეს ამოგვივი და ყელში და ესეც გასაგებია, მაგრამ რას აი რეალური რაც არის დაახლოებით ეს შეიძლება გაგრძელდეს, აი თბილისის დინამო რო გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად 2064-ს, აი მაგის 100 წლის თავამდე, ანუ კიდე 40 წელი დაახლოებით. ჩემი პროგნოზი ეგეთია და არა მარტო ჩემი, ბევრის. რა, ქართული ოცნება კიდე 40 წელი უნდა იყოს ხელისუფლებაში? მადლობა ზარისთვის, ალბათ ამას ნახევრად ხუმრობით ამბობდით. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, დაიწყეთ ბატონო, ეთერში ხართ. იცით რას გეტყვით ბატონო ილია? დიახ. თქვენ რაღაცა უნდა მოიმოქმედოთ. თქვენ უნდა გამოხვიდეთ და ჩაუდგეთ ყველაფერს სათავეში. სხვა გზა არ არის. თორე წალეკეს ყველაფერი დაანტრიეს, დალეწეს, დაანგრიეს. მართლა ღმერთი აღარ არის კაცო. ვიღაცა ხო უნდა იყოს პატრონი მანდრა. რაღაცნაირად რომ მართოთ ეს ყველაფერი და ასე არ შეიძლება ბატონო ილი. დიახ. დიდი მადლობა, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ძალზედ მნიშვნელოვან თემაზე ინტერაქტივში. უკვე მრავალი წელია ქართველი ხალხი დგება არჩევანის წინაშე. დააბრუნოს წინა ხელისუფლება თუ თქვათ შეინარჩუნოს მოქმედი მთავრობა და ამ ფონზე ძალიან დაემსგავსა ეს ორივე მხარე ერთმანეთს, მეთოდები ერთნაირი აქვთ პრაქტიკულად და მთელი ძალებით ებრძვის ორივე პატრიოტულ ეროვნულ რეალურ ოპოზიციას, ხოლო ერთმანეთს სახავენ როგორც მთავარი ოპონენტი. და თავიანთივე მედიით აძლიერებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს. ეს ვითარება გვაქვს და კიდევ რამდენი წელი მიგაჩნიათ თქვენ მიზანშეწონილად, აი წინა რეჟიმის დაბრუნების შიშით, რომ ქართული ოცნება დავტოვოთ, თვალი დავხუჭოთ, დახუჭოთ, გნებავთ მათ უსამართლობებზე, რასაც ჩადიან და როდემდე ვაგრძელებთ ამ ფორმატს. მოდით ეს კითხვა მაქვს მე. გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. რა მინდა გითხრათ, იცით, ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. სხვა ალტერნატივა არ აქვს. და რატომ? ოპოზიცია საერთოდ სად არის? ახაზარაძეა ოპოზიცია, ბაშაძეა ოპოზიცია. ესენი ოპოზიციები არ არიან. ესენი არიან მტრები. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაში თქვენს ყოფილიყავით. აი ძალიან კარგი. ეს იქნებოდა ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა ხალხთან. პარლამენტში ნამდვილად დიდი შეცდომა არის, რომ თქვენ არ ახართ. ხო და რა ვიცი, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. აქ მე მოღალატეების გარდა ვერავის ვერ ვხედავ. ისევ არის მიშას გამოშვებაზე ლაპარაკი. მიშას გამო ჩემი ოჯახიც ახლა პირველად ვამბობ ძალიან დაზარალებულია და იმის მერე ვეღარ გავწოდით წელში ჯანმრთელობის მხრივ ვიძახი. ხო და ამიტომ მოხდება ძალიან დიდი უბედურება. მიშას ნუღარ ახსენებენ და მის დამქაშებს. ირმა ინაშვილი, როგორი მებრძოლი, როგორი ქართველი გოგო, როგორი დაფასებული ქალბატონი, შეიძლება ხაზარაძესთან მოვიაზროთ როგორც ოპოზიცია? არ არსებობს, გამორიცხულია. ამათ ალბათ გავისწუმრებთ და ამ ოცნებამაც ცოტა ხალხისკენ აი არ ვიცი რა გითხრათ, შედარებით სწორად გამიგეთ, მშვიდად ვარ, თითქოს მშვიდად ვარ. მართლა იმის შიშით, რომ ისინი არ მოვიდნენ და რაღაცა მოვიმოქმედოთ ერთად. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, ვიზიარებ ამ პათოს, ძალიან სწორი რამ თქვით თქვენ, რომ ერთად ვიმოქმედოთ და ერთად რაღაც უნდა გავაკეთოთ. თორემ ეს ოპოზიციური პარტიები ძალიან კარგადაც გარიგდებიან მთავრობასთან, ძალიან კარგადაც შევლენ პარლამენტში, სამაგიეროდ დააპირისპირებენ ხალხს ერთმანეთს. აი საოცრება ხდება სოციალური ქსელებით მაგალითად, ქართული ოცნების მომხრეები Facebook-იდან შლიან საკუთარ ნათესავებს, ცალკე იმ მეორე ფლანგის წარმომადგენლები ქართული ოცნების წევრებს შლიან მეგობრებიდან, ან აბულინგებენ, ან შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, რაღაც ძალიან დაპირისპირებულია ერი.
ცალკე თავის მხრივ ახალგაზრდობა გაბრაზებულია უფროს თაობაზე. უფროსი თაობა ვერ უგებს უფროს თაობას და ვისთვის ვართ ჩვენ ასე დაპირისპირებული? ხაზარაძისთვის, გვარამიასთვის, ან თუნდაც მდინარაძისთვის და მათი ძალაუფლებისთვის თუ ჩვენ რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდა გავერთიანდეთ ყველანი, აბსოლუტურად ყველანი. და რამენაირად ეს ორი პოლუსი, რომელიც თავისი კოჰაბიტაციებით, რომელსაც 12 წელია ვითომ ასრულებენ და არასრულებენ საბოლოოდ მაინც, ყოველი არჩევნების წინ და შემდეგ ამბობენ, რომ всё აღარ იქნება მორჩა კოჰაბიტაციაო, მაგრამ მაინც გრძელდება და გრძელდება. და ამათ გამო უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ ერთმანეთს თუ რაღაც გამოსავალი მოვძებნოთ, რომ ეს ორი პოლუსი აღარ გვინდა უკვე, დავიღალეთ. ამოვიდა ხელში ეს მუდმივი გაუთავებელი დაპირისპირებები და ჩხუბი. ზარია ეთერში გისმენთ? ვემშვიდობებით ზარის ავტორს, ტელევიზორს თუ არ დაუწევთ ხმას, უბრალოდ გაითიშებით, იმიტომ რომ დროს ვკარგავთ. მორიგი ზარია. ამ ზარსაც ვთიშავთ, იმიტომ რომ ტელევიზორის ხმა უკვე მესმის, მორიგი ზარი შემოუშვათ. გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, თქვენ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, გისმენთ? აბა აღარ ჩხუტება. გისმენთ? კარგით, ამ ზარსაც ვემშვიდობებით, ტელევიზორში უსმენთ თქვენ ხმას და იქ დაგვიანებით მოდის 1 წუთით ან 30 წამით ტელევიზორში ხმა გვიან შემოდის. თუ ტელევიზორს გამორთავთ, უпростоრად ხმას გამოურთავთ და ტელეფონში დამელაპარაკებით, გავიგებთ ერთმანეთის სათქმელს. შემდეგ ჩართავთ ტელევიზორს და თქვენ ხმასაც გაიგონებთ დაგვიანებით ჩართვის შემდეგ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, ილია. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ტელევიზორისთვის ხმა ჩაწეული გაქვთ. ილია, ჩემო კარგო, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ეხლა რამდენიმე გამოთქვა ეს აზრი. მართალია თქვენ პატრიოტთა ალიანსი, აი ასე დაიჩაგრა და იმის შემდეგ მე ვეღარა ვარ ჩემ მასე ვერ ჯანმრთელობის მხრივ იმ დონეზე განვიცადე ეს ყველაფერი. ისე ვინერვიულე რომ თქვენ როგორ დაგაკლეს ეს პროცენტები და იმ ნაცებს გადაუნაწილეს და ასე შემდეგ. დიახ. და ეხლა დარეკა რამდენიმე ქალბატონიც იყო, კაციც იყო, რომ ესე იგი მართალია პარლამენტში ვერ მოხვდით, მაგრამ სად არიან, აი თქვენ ხომ არიცით ეს აქტივოს გულანთებული ბიჭები, მებრძოლი ბიჭები, ასე ფარხმალის დაყრა როგორ შეიძლება? ვითომ არ გამოდიან? ვითომ აი თქვენი პარტია, პატრიოტთა ალიანსი, იგივე აქტივოს პარტია არ გამოდიოდნენ, იმიტომ რომ ჩვენო ნაცების გვერდზე არ გამოგვივიდეს ყოფნაო, მაგრამ დღეს ისეთი ვითარება ილია შემოგევლე, რომ ნაცებზე ბევრად მეტი ხალხია, რიგითი ხალხი გასული. მე ავადმყოფი ვარ, თორე იქ ვიქნებოდი დღეს აღამე გეფიცები, იმ დონეზე განვიცდი და სად არიან ანტინფოს ბიჭები, რატომ არაჩანან, ეხლა არის საჭირო, თქვენ რო ეხლა გახვიდეთ ქუჩაში, ნამდვილად თქვენ აიღებთ ხელში ყველა ბერკეტს, მე ასე მგონია. და იქნება დაალაგდეს თანმიმდევრულად ეს ყველაფერი, თორე ძალიან ირევა სიტუაცია, ძალიან. იქ ნაცები აღარ არიან, ილია, ჩემო კარგო, აღარ არიან ნაცები, ბევრად მეტი არიან იგივე ხალხი, აი საჯარო სამსახურებიდან წამოსულები. გუშინ იყო საჯარო მოხელეების აქცია. რა ვიცი, ყველა იქ. მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის, გუშინ მოეწყო, გეთანხმებით, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების აქცია რესპუბლიკის მოედანზე. ისინი ცალკე დადგნენ სხვათა შორის ასე პირდაპირ პარლამენტთან იმ მეორე აქციას ასე ღიად არ დაუდგნენ გვერდით, ცალკე დადგნენ და გააპროტესტეს და თავიანთი სათქმელი თქვეს. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მედიას ტოვებენ წამყვანები და ჟურნალისტები, იმიტომ რომ ისინი აღარ ენდობიან ქართულ ოცნებას. მეორეს მხრივ ხედავთ იმას, რომ საქართველოს ელჩები საზღვარგარეთ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტოვებენ მაღალ თანამდებობებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი წამოვიდა. ასე რომ კრიტიკულია საქმე. თავად საჯარო მოხელეები რომ მიტინგს ატარებენ ქვეყანაში, აქ უკვე რაღაც კრიტიკულ მომენტთან გვაქვს საქმე. დიდი ხანია არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი. მისი არც განცხადება და არც კომენტარი არსებულ ვითარებაზე არ მოგვისმენია, საერთოდ გაჩუმებულია. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩანს საერთოდ, ისიც გაჩუმებულია.
და ბევრი ლიდერი და სახე ქართული ოცნებისა რაღაცნაირად დისტანცირებას ცდილობენ ამ ვითარებიდან და თითქოს კობახიძეს შეატოვეს და გომელაურს არსებული ვითარება. ასეთი განცდა მიჩნდება მე. ცალკე ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ აქციებზე გეთანხმებით პარტიული საზოგადოება არ არის ყველა, რაც ახლა იმართება და მიმდინარეობს ამ დღეებში. რაღაც ნაწილი და დიდი ნაწილი პარტიულია, კი გეთანხმებით, მაგრამ არაპარტიული ახალგაზრდობაც დადეს იქ. მე ვიცნობ პირადად არაერთს და ამიტომ ვამბობ. თუმცა ახლა არ ჩამითვალოთ, რომ რაღაც პოზიციას ვაფიქსირებ. დღევანდელ ინტერაქტივში გვაქვს ასეთი შეკითხვა. წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით კიდევ რა პერიოდით მიგაჩნიათ ქართული ოცნების მთავრობაში დატოვება გამართლებულად და როგორ უნდა მოხერხდეს ამ ორი პოლუსის გარღვევა? ანუ ჯანსაღი ოპოზიციის დაწინაურება. ზარია, გისმენთ? ლევან, ჩემი ხმა გესმის? მესმის თქვენი ხმა, ჩემო ბატონო. ლევან, დიდიკო, მე მამა შენის მეგობარი. საიდან ეკავთ? გამიმეორეთ რა ცუდად ისმის. და კარგი ხალხი ხართ. თქვენი ალიანსის წევრები ხალხს არიგებენ და ბზნური სიტყვებით რო გმოძრავენ. წარმატებებს და სიკეთეს გისურვებთ. დიდი მადლობა. მამა შენი მამიკითხე. ვერ უკავშირდები ტელეფონი დამეკარერა. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. მამა ჩემს ვერ დაუკავშირდებით, ის გარდაიცვალა რამდენიმე წელია. მადლობა თქვენ ამ სითბოსთვის და სიყვარულისთვის. მადლობა რომ დარეკეთ და ასე მოგვიხსენიეთ. მორიგი ზარია, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ? კარგით, ნუ უნდა დავემშვიდობოთ ტელეფონის მეშვეობით უნდა მესაუბროთ და არა ტელევიზორის მეშვეობით. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ. მორიგი ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ეთერში ვარ და სხვა ლაპარაკობს, აბა როგორ ვემშვიდობებით ზარის ავტორს, ისიც ტელევიზორს უსმენს როგორც ჩანს და იქ ელოდება საკუთარი ხმის გაგონებას, რაც დაგვიანებით მოხდება, მაგრამ თქვენ ეს ვერ აგიხსენით როგორც ჩანს ქალბატონო. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. ალო. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ. გამარჯობათ, ბატონო. ძალიან ცუდი ამბავია რა ხდება, მაგრამ ყველაზე კარგი იქნებოდა საერთო არ რომ გამოინახოს ყოველთვის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ქვეყანას ადგება უფრო არა თანხმად ყველამ ჩაკეთიოს არამედ ერთიანი საღი აზრით იმას ამიტომ საერთო ოპოზიცია და ხელისუფლება ყველა ჯანსაღი კადრები შეიძლება შემოგახო ზოგი საათებშია უფრო ნიჭიერი გაწმიანი ზოგი ეკონომიკაში არის ზოგი სპორტში არის, კულტურაშია, ხელოვნებაშია და ეს ქვეყანას წაადგება ესეთი გაქცეულობა, ესეთი ცალკე გაწევა რომ ყველამ თავისთვის იწიოს. შეიძლება ფედერალიზება ამერიკასა სახელმწიფოში ჩვენ ცოტა დიდი ქვეყანა გქონდეს. მაშინ ხო ალბათ გუბერნიება დანაპირდებოდა და ყველა თალთალკე პარტიება დაინაპირებდნენ და იცხოვრებდნენ თავიანთი და მადლობა. დიდი მადლობა. გასაგებია მთავარი სათქმელი, მორიგი ზარი უნდა მივიღოთ გადაცემაში. გისმენთ ყურადღებით. დაიწყეთ საუბარი. თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა. შემოგევლეთ, კიდევ ერთხელ გაწუხებთ. ჩვენი მომხრეები რაცავად და ვინცავად ყველანი შევიკრიბოთ და გავიდეთ, სანამ ეს ვაკხანალია არის ქვეყანაში რაღაც საშინელება მოხდება. იქნებ როგორმე დავირაზმოთ და ისევ ჩვენი გადასარჩენია ეს ქვეყანა. ესენი ერთმანეთთან ისევ რაღაცას მორიგდებიან, შერიგდებიან, ისევ რაღაცა ბიზნესებს გაინაწილებენ. ხალხი ასე დარჩება მერე ისევ პირდაღებული ბოდიში ამ სიტყვაზე და არ იცი რაღაცა უნდა მოიმოქმედოს ქალბატონი იმავნა ბატონ დავით ახალ. მადლობა თქვენ ზარისთვის. გეთანხმებით იმაში, რომ ძალიანაც კარგად არიან ერთმანეთთან გარიგებული. ახლა გვარამიას დებენ ბრალს თავისივე თანა დამფუძნებლები ტელევიზიის, რომ აი ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო გვარამია და ეს მილიონები, ათობით მილიონი, რომელიც წინასაარჩევნოდ დახარჯა გვარამიამ, აი საიდან მოიტანაო თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან, ასეთ კითხვას უსვამენ მაგალითად თავისივე თანამოაზრეები. ეს ხალხი ოპოზიციაშიც ნაწილი
და მთავრობაშიც მილიონერები ხდებიან, ფულს კარგად შეულობენ, არიგებენ ამ მილიონებს ერთმანეთში და ვაჭრობენ, ოღონდ შემოდი პარლამენტში და თითო დეპუტატზე რაღაც მილიონებია დაწესებული, რომელსაც გადაიხდიან. ხელფასები უზარმაზარი აქვთ და წარმოუდგენლად დიდი აქვთ. ქართველი ხალხი კი ღარიბდება ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად. ჩვენი მთელი ქონება ამ ორი მხარის ხელშია გადასული, ხომ? აი ხაზარაძეს რო ვახსენებთ ოპოზიციიდან. რა, ხაზარაძემ ნახევარი საქართველოს სახლიდან არ გამოყარა? ასე არ იყო? ტყუილს ვამბობ რამეს? და არა მარტო ხაზარაძეა, აქ სულ ბიზნესმენების და ბიზნეს თუ პოლიტიკური ელიტების ხელშია ქვეყანა ჩაგდებული. და ჩვენ ამ დროს ფასებს, გადასახადებს ვერ უმკლავდებით, საბანკო პროცენტები იქნება ეს თუ ხელფასები თუ პენსიები, ყველაფერი არაადეკვატურია, იცლება ეს ჩვენი ქვეყანა ახალგაზრდებისგან, ჯანსაღი ახალგაზრდები, ყველა გარბის ქვეყნის გარეთ. და ამ დროს ეს ხალხი მდიდრდება პარლამენტში შევლენ ერთმანეთთან ძალიან კარგად დაალაგებენ და ჩვენ როდემდე უნდა დავტოვოთ ვთქვათ ქართული ოცნება ხელისუფლებაში იმის შიშით რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს. აი ამაზე ვსვამთ, აი ამ თემაზე დღეს შეკითხვას. გისმენთ? გამარჯობა, ოქრობიჭი. გამარჯობა. თქვენც ასევე, მადლობა. მე შემოკარგული სიტყვამდე ეხლა ვინც არის ხელისუფლებაში ესენი სუპერ არიან უსახური ხალხი ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც ხალხის სიმპათიას ემსახურებდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ისიც რა ვიცი არ ჩანს ეხლა ვინები ყავთ მოხანი ნაციონალებზე არ მაქვს ისინი სექტები არიან ისინი კაცის სველი მაგრამ არა მაქვს საბარი ისინი პარტია არ არის და არც არაფერი ისინი არიან რავი როგორ ვთქვა უფალმა ვატიას ამძიმე მარხვაჟი მაგრამ მაგნები არა ადამიანები რა ვიცი როგორ გითხრა ჩემო კაი ადამიანი საიდან რეკავთ? საიდან რეკავთ? ბატონო საიდან რეკავთ? რომელი ქალაქიდან? მე თბილისში თორეზე წარმოშობით მარტინის რაიონიდან ვარ დიდი ჭონიდან კაი ადამიანი ეხა ამჟამად თბილისში ვარ ჩემ ჯანმრთელობის გამომდინარე რას ვიძახიცი აი რა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ იქ ვინც დგანან ზოგიერთი არის ძალიან მართალი და გულსველი ადამიანი სექტებია შესული სველია დაწინებული ადამიანები ვინც ადამიანებს ცოცხალ წავენ ისინი და ისინი ძალიან ცუდი მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა იქიდან კიდე სატანის მოციქულები და რა ვიცი რა უნდათ ამ ქვეყანაში ამ გაჯერებული ქვეყანაში ვერ გაგიგია ჩემო დიდი მადლობა თქვენს არისთვის დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით სამწუხარო ვითარებაა ნამდვილად ყველანი ნერვიულობთ განვიცდით ამ ვითარებას მუდმივად გვესაუბრება ორივე მხარე ამ ორი პოლუსის მონაწილეები რომ ჩვენ ვართ ნამდვილი პატრიოტები არა ჩვენ უფრო პატრიოტები ვართ და სინამდვილეში არც ერთი არ აკეთებს პატრიოტულ საქმეს მხოლოდ სიტყვები რომელიც არ მოდის აღსრულებაში და მე პირადად როგორც ერთ მოქალაქეს არ მინდა არც წინამთავრობა არც მოქმედი მთავრობა არ მომწონს და როდემდე შეიძლება საზოგადოების ნაწილი აიძულო რომ თვალი დახუჭოს ქართული ოცნების დანაშაულებებზე იმის გამო რომ ოღონდ ის უფრო საშინელი ძველი არ დაბრუნდეს. რამდენი წელი უნდა მოხდეს ეს პროპაგანდა კიდევ 12 წელი არ არის საკმარისი და 16 ეხლა რასაც უმიზნებენ. საერთოდ 2032 წლამდე დავრჩებითო ან უფრო მეტ ხანსო ამასაც ამბობს ოცნება. და ამ დროს ჯანსაღი ოპოზიციური ნამდვილი პატრიოტული ძალების გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ ახლავე, თორემ მე გვიან იქნება, როდესაც ქართული ოცნება ერთშვენიერ დღეს ძალაუფლებას გადაულოცავს ნაციონალურ მოძრაობას და ხელშეუხებლობის გარანტიებსაც მიიღებს ამის სანაცვლოდ. ეს არის სიმართლე. მარადიული მთავრობები არ არსებობენ, ერთ დღეს სწავლენ, დაალაგებენ საქმეს ამ ნაცებთან და გადააბარებენ ყველაფერს. ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ. მორიგი ზარია გისმენთ? მოგესალმებით. გესმით ჩემი ხო? კარგად მესმის, დაიწყეთ გთხოვთ. გაიხარეთ შემოგივლეთ. ეხლა ის მომენტია მე ვფიქრობ რომ შეიძლება ბევრს არ მოწონს და მეც არ მომწონს ოცნება რა თქმა უნდა, მაგრამ 30 წელი რაც გააფუჭეს იმ დასავლეთმა იქ 12 წელი და ეს არ გამოსწორდებოდა. ეს ყველა ამიცი ჩემზე კარგად და თქვენც ძალიან კარგად იცით და გთხოვთ ამ ეტაპზე არ შეიძლება ამ მთავრობის წინააღმდეგ წასვლა. იქიდან გამომდინარე. არა, უნდა გავაკრიტიკოთ, თორემ არ შეიძლება მთავრობა კრიტიკის გარეშე დატოვო.
მესმის თქვენი სრულიად მესმის გეთახმებით უბრალოდ არის კატეგორია ხალხის ვერ აუხსნი ამის რა თქვენ შემოგივლით მეც არა მაქვს დიდი პრეტენზია რამე პოლიტიკაზე მაგრამ უბრალოდ ვერ აუხსნი იმას რასაც თქვენ ლაპარაკობთ პირდაპირ მნიშვნელობით გებულობს და არ ვარ გაფარობა ესე იგი არ ვარ უნდა წავიდი ამათ წინამდე იმას ვერ ფიქრობენ აი ზუსტად რა სწორად ამბობთ კი ამას ვერ ფიქრობენ რომ ამის ამთავრობის წინამდე წასვლა მე რას მოიტანს ხო ამიგეთ თავარი ეგ არის აი ხა პერიფერიის უძახია და სოფლად ცხოვრობ და მე თვითონ ვატყობ აქ რა ხდება და რა არ არის ხალხი გათვალისწინებული სამწუხაროდ ყარაული დამლაგებელია ინდონეზია ეს იდეოლოგია კი აი თან ტელევიზიები ხელს უწყობენ ამას რომ ვითომამ ორის გარდა სხვა არავინ არ არსებობს და ეს ტელევიზიები მათ ხელში ამ ორი მხარის ხელშია საბოლოოდ სამწუხაროდ იგენაცვალეთ კი მაგრამ მე მგონი შევთანხმდით რა ძალიან ხო მიუხედავად იმისა რომ დიახ და სხვადასხვაობით ამთავრობის წინა აი ხლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში სასწრაფო შეიძლება დიახ როგორც კი წინამდე წავალ ჩვენ და რა ვიცი ვინც მასა პატრიოტულად აზროვნებს და ვისაც მასა საქართველოს უყვარს ძალიან უნდა რომ საქართველოს ძლიერი ქვეყანა იყოს მეცუნეთ ისე ისარგებლებენ ისინი ჩასაფლებულები არიან ხო და მიმალოები არიან კი მე კარგად მესმის მე ვიძახოთ და ეს ასე არ უნდა მესმის არ უნდა მოხდარიყო მესმის დიდი მადლობა კლავის მოცემულობაა შექმნილი ახლა აი კლავ კი მე რამდენი არჩევნებია რომ თუ რაღაცა ზომიერება არ გამოიჩინე ადამიანმა გამოდის რომ იმ წინამთავრობის დაბრუნებას უწყობ ხელს სამწუხაროდ ეს მოცემულობა იქნება კლავ და კიდევ შეიქმნება დიდხანს და მოდით ახლადანვე დავიწყოთ ფიქრი და მოქმედება იმისთვის რომ რაღაცა გამოუკვეთოთ კონტურები გამოსავლისა თუ როგორ უნდა მოხდეს ის რომ მარადიულად არ დარჩეს ქართული ოცნება მთავრობაში და არც იძველი დაბრუნდეს აი ამ გამოსავალზე ვიფიქროთ და ხელისუფლების კრიტიკა სასიცოცხლოდ აუცილებელია თუ ჩვენ ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებთ მაშინ ისინი გადაიქცევიან რაღაც საშინელებად ცოტა რიდი უნდა გქონდეთ ხალხის ცოტა რაღაცის უნდა შეეშინდეთ და თუ ამას არ გავაკეთებთ და არ დავანახებთ კრიტიკულ აზრს მაშინ ისინი ყველაფერს ხელში ჩაიგდებენ უფრო მეტად და ყველაფერი მართლა გახდება დიქტატორული სახელმწიფო საერთოდ ამიტომ კრიტიკას ნურავი მიიღებს მტრობად ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მუდმივად ვცდილობთ რომ ზომიერად ვიმოქმედოთ და ეს უნდა დააფასოს ოდესმე საზოგადოებამ უდიდესმა ნაწილმა რა თქმა უნდა თორემ ბევრი ხედავს ამ კარგს რა თქმა უნდა ზარია ეთერში გისმენთ დაიწყეთ საუბარი გთხოვთ ალო ისმის ხალბატონო ისმის დაიწყეთ აი ტელევიზორის ხმა მიბრუნდება უკან რა ვქნა რა გავაკეთო ხალბატონო გესალმებით არიწყებთ საუბარს და ისმის ტელევიზორის ხმა აი როგორ ხარვეზებს ქმნის ეს მორიგი ზარია გისმენთ გამარჯობა ტელევიზორს ხმა გამოურთეთ ბოლომდე და დაიწყეთ ვიცით რა ტელევიზორს გამოურთეთ ხმა ბოლომდე ტელევიზორს გამორთულია ბოლომდე მუნჯი მაქვს ჩართული დიახ ახლა ისმის კარგად ილია შილო გუშინ თქვენთან გარეკა ქალბატონმა და რომელმაც ბრძანა რომ უნდა შეიქმნას რაღაც პარლამენტზე მდგომიც მთავრობაზე მდგომი კომისია რომელიც ამ გაკონტროლებს არ შეიძლება უკონტროლოთ მიშობული არავინ არც ვალში არც დიდი არც პარლამენტი არც პრეზიდენტი და არავინ ჩვენ სანამ კიდე ყავს მეცნიერები გონიერი ხალხი და სხვები სანამ კიდე ყავს ამერიკას არ დაუყვანია და სანამ ამერიკა დარჩება მწუხარე და ასე შემდეგ მივხედოთ ჩვენ თავს შევქმნათ რაღაც ისეთი ჯგუფი რომელიც როცა იქნება და კანონი არ არის ისეთი მისაღები და ამ პარლამენტს არ დართავს ნება და ეს იქნება მონარქიისკენ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მონარქი თორე ჩვენ ყველას გონია გენიოსები თავი ეს გენში გვაქვს ჩვენ გასო ყველაფერი ვიცით ქართველებმა მაგრამ დაგვანგრევთ როგორც უკრაინა წართვა იარაღი გაახვია ცეცხლში გაახვია ვალებში ხვალ ეს გველის ჩვენ და უფრო მალე გველის ხვალზე მალე ჩვენ არა ვართ 50 მილიონიანი ქვეყანა დიდი მადლობა ქალბატონო დრო გვეწურება და მინდა ბოლო სამი ზარი იცდის და ეს სამი ზარი მაინც მოვასწრო რომ შემოუშვათ გისმენთ დაიწყეთ საუბარი გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობა
გამარჯობა. თქვენ რასაც ბრძანებთ, ყველაფერი სიმართლეა და ვეთანხმები ყველაფერს, მაგრამ საქმე იცით რაშია? აქ თქვენ თვითონ ხომ ბრძანეთ, რომ ესე იგი ტელევიზიები აჩვენებენ მხოლოდ ნაციონალების და ოცნების რაღაც მხარეზე, ხო? და ხალხი მხოლოდ მაგ ტელევიზორებს უყურებს, მაგ გადაცემებს და თქვენთან ძალიან ცოტა უყურებს. ასე რომ თქვენ თუ აი ხა ჩვენ კი ვიგებ და გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ რისი გამკეთებლები ვართ? თქვენ უნდა ჩაუდგეთ სათავეში და უნდა რაღაცა როგორც ადრე იყო. აი მაშინ რომ ირმა ინაშვილმა წააგო და სინამდვილეში რომ გააყალბეს, აი სულ პირველად აღარ საგარეჯოს არჩევნებს გულისხმობთ ალბათ. აი მაშინ და გამოსულიყო ყველა თუ მართლა აქ ვიცი რომ აუცილებლად ნაციონალები გაიმარჯვებენ. აი ისინი ვინც სამსახურებს ტოვებენ, მე ვიცი რომ ყველა არის ნაციონალების მხარეზე. და გაიმარჯვებენ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. ამოიწურა სამწუხაროდ ჩვენი დრო და უნდა დაგემშვიდობოთ ეთერს ვუძღვებოდი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ნახვამდის.